მოგესალმებით, ჩემო მაყურებლებო, დღეს მე წარმოვიდგენთ პოდკასტს დიდი ხნის შემდეგ და დღეს ამჯერად არ აქვს დამსწრე, როგორც წინა პოდკასტში ყავდა ლოგა უგულავა, არამედ დღეს არის ჩვენი სტუმარი აკო კვარაცხელია. აკო, შეგიძლია მისაუბროთ? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა გიოს, რომ დამაფასა და მომიწვია თავის პოდკასტში. წარმატებებს ვესურვებ გიოს, რადგან დამწყრია მაინც ამ საქმეში. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გამოუვა. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და წარმატებები უსურვოთ კომენტარებში ყველა გიოს. მადლობა ძალიან დიდი აკო. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ახლა სასაუბრო თემა უმეტესად მიზანის მისწრაფებაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, თუნდა რომ მიზანს მიაღწიოს, მოგეხსენებათ მე ვმუშაობ უკვე გოაში, სადაც არის პროგრამირების აკადემია უმაღლეს დონეზე, ასევე მაქვს ჩემი პატარა კომპანია, აკადემია, საჩეს აკადემი, სადაც აკოც ერთი პერიოდი იყო. აკო, შეგიძლია გაგვიზიარო შენი ემოციები და შეხედულებები ამ სფეროსთან დაკავშირებით და როგორ შეიცვალე ამ სფეროსთან მიმართებაში? ვსაუბრობთ პროგრამისტობაზე. პროგრამისტობა არის ჩემთვის საყვარელი საქმიანობა, როცა შემიძლია ამის გაკეთება, ვიღაცამ რომ მითხრას, რაც გააკეთებ თავისუფალ დროსო, ეგრევე რაღაც პროგრამისტობის შესწავლაზე ვუპასუხებ, რომ რაღაცას შევისწავლი ახალს. იქ გატარებულ დროს რაც შეეხება, ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა. ანუ ძალიან კარგი პერიოდი იყო, მაგრამ რაღაცების გამო მომიწია დაწოვება, მაგრამ არა უშავს. ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე მაინც, თუნდაც ადამიანებთან, როგორც ახსენე ლუკასთან, შენთან, გიოსთან. და ანუ ისეთი ადამიანები ვიყავით, რომელსაც ვიცნობდი აი ძალიან ძველი პერიოდიდან, YouTube-დან ვიცნობდი, ანუ თითქმის ყველას და ანუ ეგ იყო კარგი, რომ რაღაც როგორ თქვა, არ მქონდა როგორ ვიდება რა, ანუ ხვდები რა შეგებულები, მაგრამ რა უცხო სტაილად არ მიმიღია რა. რა თქმა უნდა, არ ვიცი ვინც მიყურებს და ვინც ესე რომ ვთქვათ ერკვევა ჩემ პირად ცხოვრებაში, ყველა მიცის რომ ონლაინ გავიცანი ბევრი ძმაკაცი, მათ შორის ლუკა უგლავა, რომელიც მართლა არ მეგონაც ოდესღაც პირადად ავნახავდი ან რაღაცა, მაგრამ მოდი ვაღიარებ იმასაც, რომ ძალიან გამიმართლა რომ ეგეთი ხალხი გავიცანი შენი სახელითაც აკო და ანუ ბევრი ისეთი ხალხი გავიცანი, ვინც კი აი მაგალითად მოვიყვან გიორგი ნარინდაშვილს წინა პოდკასტში ვინც იყო ჩვენი სტუმარი, რომ ეგ ბიჭი გავიცანი, ესე რომ ვთქვათ მართლა YouTube-დან თვითონ აღმოაჩინა და იმდენად მოვანდომე თავი და ესე რომ ვთქვათ ისე მენდობა ადამიანი, რომ ამერიკიდან ჩამოვიდა ჩემთან კახეთში, უბრალოდ წარმოიდგინეთ. ძალიან მაგარი ბიჭია გიოს, ძალიან ხანია ვიცნობ, ყველაზე ადრე ვიცნობდი. ძალიან მართლა ძალიან მაგარი ბიჭია და ანუ თუ ვინმეზე ვსაუბრობ, რომელიც არის ძალიან მიზანით დასახული, ეგრევე ერთ-ერთი მახსენდება გიომი. მადლობა პირველ რიგში, რომ შენს დამაფასე, მოდი ამით გავაგრძელებ და რომ მოყვედი. ზოგჯერ დროები არ ემთხვეოდა ჩვენი და როგორც იქნა დავთქვით ესეთი დღეო და შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში თუ ვინ გინდათ რომ მოიწვიოთ და მოვიწვიო უფრო სწორედ და ვეცდები რომ მოვიწვიო. ასევე გეცოდინებათ აკო არის ხშირად ხოლმე ბეთლებში, მაგრამ მგონია რომ ბეთლები არის მისი ჰობი და არამედ პროფესია. რას გვეტყვი ამასთან დაკავშირებით და როგორ განვითარდი ბეთლებში? პატარაზე ბეთლსაც შევეხოთ. უკვე არც ჰობია, რადგან აი ძალიან მოსაბეზრებელია ერთხელ რომ გააკეთე, მერე ბეჭდება და ანუ განვითარებაც უბრალოდ რაღაც რო გაინვითარებ, თორე მეტი არაფერი არ მოვახსენდი. ჩემი რჩევაა რომ არ გინდა ეგ საქმე და მიჯერ მარტო მოანდომებთ 1-5 საათი ტექსტის წერას და მერე წავჭრება ტყუილად და არ გინდა. თავი არ იმპრივად კიდე ჯობს პროგრამისტობა ისწავლოთ იმ დროში, რადგან აი მოგბეზდებათ, ერთი და მოგბეზდებათ. აი შენს დამეთანხმები რა გიო. კი ბატონო, გეთანხმები. ბეთლებში არა მაქვს გამოცდილება, ცოტა შეიძლება ითქვას როგორც აკოს, მაგრამ აკოს სიტყვას დაუჯერებ, გავყვები ბოლომდე და არ შევეხები ბეთლებს. როგორც ბატონი ზურაბ ყუჭავა იძახდა, არავითარ შემთხვევაში არ გაეკაროთ ალგორითმებს, თუ არ იცით მათი გამოყენება. ასევე არის ცოტა მოდი გოასაც შევეხები. გვამ შეცვალა ჩემი ცხოვრება ბევრად უკეთესობისკენ, რადგან აქ გავიცანი ისეთი მეგობრები გოაში თვითონ, რომელსაც ანუ მართლა ჩემთვის წარმატების მეტი არაფერი არ უნდათ და ჩემი დარდის გულთან მიუტანიათ ბევრჯერ ასევე და ძალიან დიდი მადლობას ვუხდი გოას და ამავე დროულად მინდა გაჩვენოთ ეს გოას სტიკერები, რომელიც ერთი შეკვრა მქონდა და ეხლაც კიდე ბევრი მაქვს და შემიძლია, როდესაც პირადად დაგანახავთ თქვენი შემოგამომწერება, შემიძლიათ გადმოგცეთ, რა თქმა უნდა.
და ასევე წეღან ვახსენი ალგორითმები და არ ვიცი ეს რამდენს გახსოვთ. აი კამერაში განახებთ. ეს არის პირველი კოდი, რომელიც იწერებოდა. სოფლიოში პირველი კოდი. და ერთ-ერთი ეგზემპლარი არის ჩემთან მოტანილი ბატონი ზურაბის საშუალებით. თუ რამე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ შენს დამისვა და ამოწურო პასუხს მიიღებ. არაფერი გაგამახვილებთ. პირველ რიგში ძალიან მაგარია, მე რო გაგაჩნია და მე ანუ საიდან იშოვა ბატონმა ზურაბმა ეგ ბატონი ზურაბი არის საქართველოში პირველი მათემატიკოსი, პირველი პროგრამისტი და პირველი ალგორითმების ამომხსნელი ადამიანი, რომელიც მოღვაწეობდა 1960-იან წლებში. და მაგ დროს თბილისში იყო ერთ-ერთი დანადგარი, სადაც ესეთი კოდი იბეჭდებოდა. ასე რომ მე რადგან თქვენთან მინდოდა რომ მომეტანა ეს ყველაფერი, ზოგადად ჩემ გამომწერებთან პოდკასტში და ასე შემდეგ, ვთხოვე რომ თუ არის შესაძლებელი რომ ერთი ესეთი ძველებური კოდის ასლი მაინც ყოფილიყო და მან არა მარტო ასლი, არამედ ორიგინალი მომიტანა. ასე რომ ალბათ აქ თქვენ ახედავთ ერთი და ჩვენგანაც და ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურაბს რომ აი შენნაირ ადამიანისთვის გაიმართა ეგეთი რაღაცა რა, ეგეთი მნიშვნელოვანი რაღაცა მართლა. და არა მარტო ეს, მინდა აღვნიშნო, რომ დაჟე ვიცი ისტორია, თვით ბატონმა ზურაბმა მომიყვარო, იყო ესეთი დასტა, რასაც ქვია, ანუ 52 კარტი ხო არის სიტყვაზე კარტში. აქ იყო 32 და თითო ხაზზე იწერებოდა თითო კოდი. მაგალითად, აქ არის ახლა 1-დან 9-მდე კოდი, მაგრამ მაგალითად მე თუ მინდა რომ დავპრინტო რაღაცა, მარტივად ვიტყვი ჩემ ენაზე, ვინც არიცით მე გაგიმარტავთ, რომ ესე რომ ვთქვათ, როცა პრინტავ რაღაცას, სიტყვაზე აი ეს ფოტოები ავიღოთ, ხო? როდესაც აბეჭდი. არის რაღაცა მასიური რაოდენობის. მაგრამ თითო ხაზი არიცით რა ხდება. ბატონმა ზურაბამ ეს ყველაფერი თვითონ იცოდა. ასე რომ მეც ესე გამარტივია. ასე რომ ეგეთი ადამიანია ჩვენი ბატონი ზურაბი, რომელსაც პირადადაც ვიცნობ და ფოტოებს თუ გადახედავ ჩემს პირად Facebook-ზე, შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე მაქვს მიფული, Instagram-იც და Facebook-იც. გადადით ვერდებზე და დააფოლოვით. თუ რამე კითხვა გაქვს, გელოდები კიდევ. დავიწყოთ ხა ჩვენ თავარ თემაზე საუბარი, ჯობს. აპარვალდინოს. სრული და მისწრაფება, ჩვენი დღევანდელი თემა. მოდი. პირველ რიგში ვიტყობოდი შეგიო რომ ვაწყვეტინებ, ადამიანს არ უნდა გააცდეს რაღაც ოცნება. ადამიანს უნდა გააცდეს მიზანი. და როცა იმ მიზანს შეასრულებს, მე ოცნებაც ახდება რა. და მიზნისთვის თავარი რაც არის, უნდა იშრომო ბოლომდე რა. ნიჭის უნდა გაგაცდეს, მაგრამ ან შრომა არის თავარი რა, ჩემთვის პირადად მიზნის მისაღწევად პირველი არის მაინც შრომა რა. არ უნდა დანებდე. აი, მაშინ ეგეთი კითხვით გადმოვალ. რომელი ადამიანის ძანებდა? ჩვენც კარგად ვიცნობდით ერთი პერიოდი, სახელს დაგვარც არ დავასახელებ. მოდი მის გასაგონად ვთქვათ. დანებება რას მოუტანს ადამიანს? და წარმატება რას? მხოლოდ უკუსლას, ერთი ან ორი სიტყვა, მხოლოდ უკუსლას. სწორი, მადლობა ამოწურავი კითხვისთვის. და სხვათა შორის, აი, მიზანი კარგია რო თქვი, ადამიანს ოცნება არ უნდა გააჩნდეს, უნდა გააჩნდეს ოცნება. რა სხვაობა ოცნებასა და მიზანს შორის შეგიძლია განვიმარტო? აი ეს სიტყვაზე არ ვიცი და რომ ამიხსნა. აბა გისმე. ანუ ოცნება არის რაღაცას რო ოცნებდეს. შეიძლება ოცნება იყოს, ანუ შეუძლებელი რა. აი მე რო თქვა ახლა, რავი, ამერიკელი ვიყო თქვა, აი, ამერიკა და ქართველი აღარ ვიყო, ამერიკელი ვერ ვიქნები. ხო? და მიზანი არის ესეთი რაღაცა, რომლის გაკეთება შეგიძლია შენ. ანუ შენი მისთქმა გინდა რომ დავღალავი შრომით შეგიძლია შენი ოცნება არა, მაგრამ მიზანი სიღრმისეულად აღასრულო. დიახ. იბათ, მეთანხმები, სხვათა შორის. ადრე მეც მეუბნებოდნენ რომ თუ გაქვს რაიმე ოცნება და მე ყოველთვის პასუხობდი, არ მაქვს არანაირი ოცნება. მე მაქვს მხოლოდ და მხოლოდ მიზანი, რომელიც ახლა უკვე დავძლიე, ვარ მენტორ ასისტენტი უკვე გოაში და ძალიან ცოტა მიკლია რომ ესე ვთქვათ, ძველ მენტორებში გავერიო. და სხვათა შორის ბევრი იძახის კიდე იმას, რომ რაში გახმარება ეს მიზანი. და მოდი შენი აზრიც მოვისმინოთ აკო და მე ჩემს აზრსაც ვიტყვი. მიზანი, ანუ ეხა ჯერ ვიტყვი მე ჩემ თავზე. ანუ მიზანი მეხმარება იმაში, რომ როდესაც რაღაცას მინდა რომ დავნებდესავით რა, არასდროს არ ვნებდები, მაგრამ მინდა რომ ყოველთვის მახსენდება ჩემი მიზანი და მაძლევს мотиваციას, რომ გავაკეთო ეგ და არ შევჭირდი რა. იმაში მეხმარება მიზანი რა. ანუ ჩემი თავდაჯერებულობას მატებს ეს მიზანი, რომ უეჭველი უნდა შევასრულო, აი ჩემ მიზანსაც გავხელთ რა.
მინდა რომ დედაჩემი და ვაცხოვრო ძალიან კარგად. ჩემი ყველა ახლოვნად ესავე ვაცხოვრო ძალიან კარგად, ვიყო ძალიან თუ არა. შემეძლოს ყველაფერი ჩემი შვილებისთვის რომ გავაკეთო, როგორც ჩემი დედმამა არიან და მინდა რომ კარგი ცხოვრება აუწყო დედმამას რა. ეგ არის ჩემი მიზანი პირადად და ყველაფერს ვაკეთებ მაგისთვის. გული მიგრძნობს ყველას მიზანი ეს უნდა იყოს, როგორც აკუმა თქვა და მართლაც რომ ყველას მიზანი ეგ არის, ჩემიც ერთ-ერთი ეგ არის, რომ ჩემი ქალბატონები, ვინც არის ის მამა არ ამყავს და არც პაპა, ასე რომ მინდა რომ ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ ისეთი ბედნიერები და ისეთი თავდაჯერებულები ჩემით, როგორც ერთ დროს მე მქონდა მათი იმედი და მინდა რომ ესე რომ ვთქვათ, მადლობა გადაუხადო, რომ არასდროს არ დავავიწყო ჩემი თავი და ასევე ჩემი ერთ-ერთი მიზანი არის, რომ დავსაქმდე იქ, სადაც ყველაზე მეტად აღმოვაჩენს ჩემს გარემოს და არა მარტო ჩემს გარემოს, ვეცდები, რომ ჩემი მიზანი და ოცნება გავაქარწყლო და არასდროს არ დავნებდე. ეგეთი გამოთქმა არსებობს და მოდი აკოს საზრსაც მოვისმენ, რომ ამბობენ, რომ მიზანი მარტივია. იმაზე უკეთესი უნდა იყო, ვიდრე გუშინ იყავი. რას ემხრობი ამ მხრივ? სანამ ამაზე გავცემ, შენ თქვი ძალიან კარგი რაღაც, ანუ რომ მინდა რომ იამაყონო, აი ეგ არის მთავარი რა. ეგ უნდა იყოს ყველა ბავშვის, ბიჭის თუ გოგოს მიზანი. ოცნება არა, მიზანი. და კიდევ შეგიძლია გამიმეორო? კითხო. ანუ ესეთი გამოთქმა არსებობს, რომ მიზნის მიღწევა მარტივია, იმაზე უკეთესი უნდა იყო, ვიდრე გუშინ იყავი. შენ როგორ აღიქვავ ამ ყველაფერს? პირველი მას არ ვეთანხმები რომ მიზნის მიღწევა მარტივია, იმიტომ რომ ჭირდება ძალიან ბევრი შრომა, არ უნდა დანებდე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას და მეორეს, ანუ რაც გუშინ იყავი, მაგაზე უკეთესი რომ უნდა იყო, ეგ არის აი ძალიან რეალური რაღაცა, რადგან თუ ყოველდღე თუ ერთი და იგივე იყავი, ეგ მიზანიც მარტივი კი არა, პირიქით ძალიან გაგიზნელდება. მაგრამ თუ შეიცვალე, მაშინ ნამდვილად მარტივი გახდება, მაინც მიზანთან ახლოს მისვლა. აი, მაშინ მე გავცემ ამ კითხვას შემითვე პასუხს, რომ არ ვიცი ვინ დაიჯერებს, მაგრამ 15 წლის ასაკში ვატარებ 16 ლექციას კვირაში და მუშაობ ხოლმე ერთ დროს საერთოდ 12 საათი. აი, აკოს მივწერე გუშინ თუ წეღან, სანამ პოდკასტ ჩავწერდით და ეხლა სანამ გადავიღებდით, რომ ხვალ რო ჩავწეროთ თუ შეგიძლიაო და მეთქი ხვალე 12 საათი მუშაობ თქო. და მოდი აკო აიჯერეთ, ჩემი თვალით მაგ ნანახი გაყვერებული ვიყავი მეც, მაგრამ რეალურად 12 საათი ვმუშაობ, არა მარტო YouTube-ზე, Go-ში და ცალკე აკადემიას, აი აკოს მოვუხმობ კიდევ ერთხელ თუ შეგიძლია აკო, რომ გაგვიმარტო, რას მოგვიტანს საჩეს აკადემია და როგორი შრომა იდება ამ აკადემიაში. პირველ რიგში მინდა იმაზე გავამახვილო ყურადღება, რომ ვისაც გინდათ და აი საშუალება არ გაქვთ რომ ისწავლოთ რაღაცა ძალიან ძვირად გეჩვენება ყველაფერი, აი ეს კაცი ადგა უყარია თავისი როგორ თქვა ძმაკაცები ვიტყვი რა და აი ძალიან მაგარ რაღაცებს მართლა ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებს უფასო თვითონ შრომ რაღაცა წვალობს 2 საათი 1 საათი თავისი ასე ვთქვათ მაგ 2 საათი და 1 საათი შეიძლება თავის თავს გაუკეთოს ძალიან ბევრი რაღაცა მაგრამ დგება და გიკეთებს შენ უნდა დაუფასოთ რა მართლა რა აი მართლა ეხლა შენ რო დგახარ აქ ანუ ჩემთან რო ხარ მაგითო არ ვამბობ ამას ხარ ძალიან მაგარი ადამიანი ეგეთი რაღაცა რო გააკეთე და რაში დაგვეხმარება პირველ რიგში გვასწავლეს საქმის რა პროგრამისტობა მეორე რიგში ძალიან ხალისობთ ანუ ხალისით გასწავლის ბატონი გიორგი და ვიჩენ მეგობრებს აი ეგ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორ თქვა მიზან გვასწავლის რომ ანუ პირადად შენთან ვისწავლე ეგეთი რაღაცა ანუ ეგეთი რაღაცები რომ არ უნდა დანებდე რა არ უნდა დანებება არის ყველაზე სისულელე რაღაცა გვიკარგავს თამაშისადმი სურვილს ეგ ყველაზე მაგარია და კიდევ ბევრი ანუ ვერ ვიტყვი რა ბევრი რაღაცაა კიდევ რომელიც თქვა აი არ შემიძლიას მოდი ერთ კითხვით გადმოვიდეთ. შენ ახსენე წეღან თამაშების სურვილი გამიქარწყლავ, ანუ თამაშები ესე ვთქვათ გადამაჩვიაო. შენი აზრით, რას მოგიტანს თამაში და რატომ მაინც და მაინც თამაშზე ესეთი დადებითი გამოხმაურება რო წაგაშლებთ? უყურე რას მოგვიტანს თამაში პირველ რიგში ნერვების გამოჩენის მეტი არაფერს არ მოგიტანს და მაინც აი თამაში იმისთვის არის რომ რაღაც გამხიარულდეს ეგრე გონია მაგრამ პირიქით რა ანუ ძალიან მოგვიწევს რა კი არ გამხიარულებს პირიქით და რატომ თამაშს ანუ მაგ ანუ ჩვენ რაც ვილაპარაკეთ იმ ერთ გაკვეთილზე მარტო აი ეგ იყო
მაგან მარტო ბლოკბასტ თამაშობ ხა და მაგას ვიყარე ხოლმე პაბჯში რა მეტი არაფერი ანუ ისე მაგრა დამეხმარე რა აი შენახსენე PUBG. თავიდან მეგონა რომ PUBG იყო, მეთქი აი ფსიქოლოგს გადავაყოლები და რაღაცა, მაგრამ ვითამაშე ეს. წარმოიდგინე 2020-დან თამაშობდი. 2022 წელს დავანებე თავი. მაგრამ ანუ ლაივებზეც ვითამაშია ერთად, ჩემ კი ლაივზე ბატონო. მახსოვს. მაგას დამატებული, რატო გადავეჩვი ახლა? მოდი მაგას მოვყვები. იმიტომ რომ თავიდან როცა თამაშობდი, კი მქონდა სურვილი რომ გაგეგრძელებინა თუნდაც რაღაცა, უფრო მარტივად გადადიოდი ლეველებზე, მაგრამ ბოლოს გშურდა ზოგ ადამიანს, რომ შენი მეგობარი იქნებოდა თუ იმე, ну უფრო შურიანებზე მაქვს ეს საუბარი, რომ აი ის კონკურენტორია სიტყვაზე და შენ ბრონზაზე. ეგეთი თემა. ან კიდე როცა ვიღაცა X-ი უტით დადის და არ უნდა დანებდი, ანუ აკაჩე რა, დრო გამოყავი, ამ კაცმა ხო გამოყოდა და ხო აკაჩე, აკაჩე რა, აი რაც გინდა. აი მაგ შურით ხო მაინც ვერაფერს ვერ მიაღწევ, ის მაინც კონკურენტორზე იქნება, შენ მაინც ბრონზაზე იქნები. მაგას არ ჯობია იმდენი ხანი აკაჩე, ან ყველჯერ ქროუნზე მაგალითად მე ეს მასტერი დავინახე და კონკურენტორებში. აგო PUBG-ის მასტერია. ანიმებს თავს და ეს რა. აგო PUBG-ის მასტერი ყოლია თურმე, რა რანკები სოდრია. აი ერთხელ ვიყავით მე და მთელი ჩემი უბანი 4 კაცი ვიყავით რა. მე დათო როაძე, სოტნე რევაზიშვილი და ირაკლი გულოშვილი, მაგრად მახსოვს. და ეგენი იყვნენ სულ ჩვენზე მაღალ რანკაზე და მე და დათო ვიყავით, თანატოლები ვართ რა კლასელები და ვიფიქრეთ რომ მეთქი ახლა რა გავაკეთოთ, როგორ დავეწიოთ ახლა ამათ და გადავწყვიტეთ ესეთი იდეა, რომ ჩამოგვეგდო ეგენი რანკებიდან. ჩვენ ხო ბოტები ვიყავით. ხო და როგორმე აი ეს მოვაწონეთ თავი რომ აი ეს ხვაჩი ავიყვანეთ რაღაცა რა უბრალოდ და რო დაგვამატეს კონკურენტორიდან ფაქტობრივად მართლა ბრონზაზე ჩამოვაგდეთ რა და იმ დღეს მაგარი მიგწვიფეს გამოგხსეს ეგრევე ასევე ბევრი იძახის იმასაც რომ არა მარტო პროგრამირები შემოიფარგლება მომავალი სფერო. მოდი ეგეთი კითხვით გადმოვალთ თქვენთან ვინც ამას ფიქრობთ რომ რატო როდესაც ეხლა უკვე Amazon-ზე ან სადღაცა უკვე რობოტი გემსახურება სიტყვაზე მაღაზიაში შედიხარ სიტყვაზე არ წახვიდეს ხო McDonald's შედიხარ და ვიღაც ხალი გეუბნება რა შეუკეთაო და მოაქვს ვიღაცა რობოტს თან სახელი რა ქვია ოკეთო ხო გიო აი პროგრამისტობა ანუ წილად რა ერთ 5 წლის წინ რო იყო მაგაზე 1000 ჯერ პოპულარულია უფრო განვითარებულია ეხა რა და აი პროგრამისტობას რო შეიძლება აი ახლა ეგეთი სფერო ჩემთვის არ არის მართლა არ არის აი შენ ახსენე ახლა პროგრამირება და წინა წელი შენი აზრით რატომ მაინც და მაინც პროგრამირება რატომ არის ამდენი მიმდინარეობა პროგრამირებაში და რატომ გვადგება ეს კონკრეტული მიმდინარეობა რამეში შეიძლება განვიმარტო ამი დავიწყებ 21 საუკუნეში აი მეც შეინც ყველას 2 წლის ბავშვს 3 წლის ბავშვს აქვს ტელეფონი აი ამ ტელეფონით ანუ დგება ის ბავშვი და სწავლობს პროგრამირება აი ამაში გეხმარება რომ ტელეფონი ხო გაქვს და ზოგი იყენებს აი თამაშისთვის მინდაო მარტო ტელეფონი და ყიდულობენ მარტო თამაშისთვის ხო არის და ტელეფონი გაჩვევს მაგ თამაშებს და ტელეფონს იყენებ კარგი რაღაცის მხრივ გეხმარება ტელეფონი რა მაგ მხრივ კომპიუტერი თუნდაც რა ხო ხვდები ახლა რასაც გეუბნები რომ აი ტყუილად არ იყენებ აი ყიდულობს 3000 ლარიან ტელეფონს მე 2 წელში უკეთესი ხიდი იმდენ რაღაცას გააკეთებ პროგრამისტობით მეტია ტელეფონი ხო ტელეფონი ან უნდა ითამაშო ან პროგრამისტობა მეტი რას კალკულატორი აჰა გეხმაროს მაგაშოვა მეტი არაფერი ხვდები აი მაგრეთ ვიმშელებთ ტექნოლოგია განვითარდა და მაგიტოა პროგრამისტობა ასეთი განვითარებული sorry მადლობა მომწურავი კითხვისთვის და აი შენ წეგან ახსენე კომპიუტერი რო იყიდო მაგრეთ ვიმშელებთ ეხლა მე მაქვს 5000 ლარიანი ლეპტოპი თავისი 180 ლარიანი მაუსით Razer-ის და Asus ROG Strix G ხო და ანუ მაგ ერთ-ერთი ბოლო მოდელი ლეპტოპი და თავისი მაუსი და ესე ვთქვათ ყველაფერი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვიყენებ თამაშებს აი ერთი რაღაც ბოდიში რო გაწყვეტინე მაგრამ შეიძლება ვიცი მაგრამ ერთი რაღაც ეხლა აი ამას ხო ამბობ შენ კომენტარებში ვიღაცა გამოგიხდება და აუ ეს ფულიანი ყოფილა იმე მილიარდერი აუ მე რატო ამას რატო აქვს აი მე რატო არ მაგ და მე 20 ლარიანი მაუსით რატო თამაშობ ეს კაცი და აი ვახსენეთ
ღამეებს 12 საათი მუშაობს და არ ეკუთვნის აი ეგ 180 ლარიანი მაუსი თუნდაც და ეგ 5000 ლარიანი ეკუთვნის. აი აი შენ არ გეკუთვნის და ვინც დღები და აქვს შურს ამ ადამიანს არ გეკუთვნის. შენ წეღან ახსენე რომ ღამეებს ათენებსო და ასე შემდეგ. კაი. მოდი ესეთი კითხვით გადმოვალ თვითონ მაყურებელთან. რომ ვინც მაგას ფიქრობს. სწორი მაგალითი მოიყვანე აკო, მადლობა ამისთვის და მოდი ესეთი კითხვით გადმოვალ თქვენთან რომ ანუ კაი, მაგ 15 ლარიანი 15000 ლარიანი უფრო სწორედ ან 10000 ლარიანი ლეპტოპი. თავისი 180 ლარიანი სიტყვაზე მაუსით. ეს არ არის სტრიპაჩობა. მე ეს ყველაფერი გამოვიმუშავე, მუშაობით და უღალავი წარმატებით და ყოველდღე განვითარებით. ეხლავე შემიძლია გაგიზიაროთ ყველას ეკრანი, გაჩვენოთ, რისთვის ვიყენებ, რატო ვიყენებ და როგორ მივედი აქამდე. ეხლა არ ვიცი დამიჯერებ თუ არა, მაგრამ აქ ჩემი ერთ-ერთი უცხოური კომპანია ლუნინი, რომელიც საქართველოში შემოვიდა უკვე რამოდენიმე წელია ბაზარზე, 15 წლის ასაკში კი არ მოგესმათ და არის ესე ვთქვათ ტურები საქართველოს მასშტაბით. ეხლა დავსერჩავ, მოდი გავაზიარებ თან ეკრანსაც, რომ ნახოთ თუ რას ემსახურება ლუნინი. მოდი შევიდეთ ახლა ჩვენ. აი უბრალოდ ჯერ მარტო ამას შეხედეთ. უბრალოდ საქმეებს შეხედეთ. სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ. აი ამ მომენტში ვიღებ რამდენი გამომწერი გახოს. ეხლა ვეკითხე. ეხლა მეტავსე ჩვენ. როგორ? 100 ნაკლები არის კი კაცო. კარგი ვიდეო გავარდა ფოტოები. კი ბატონო, აი ეს არის ჩვენი YouTube არხი. და ეს არის ჩვენი გამომწერების რაოდენობა. Podcast-ს 17. აი. 17? კი. არ ეკუთვნის ბაღ, აი ამ 17 დაუმატოთ ეს 3 0 და იმდენი ეკუთვნის. აი მეორე ვიდეო ეს და 17000 ეკუთვნის. 17 არ ეკუთვნის. აი იონუ თავან შენც არ დანებდე, მოიხოდე, აი პოდკასტები გააკეთე კიდე რა, ძალიან მაგარი რაღაცა და დამიჯერე 17000-ის იქნება და 17 მილიონის რო არ დანებდე რა. მართლა გისმენს. აი ესეც ჩვენი აპლიკაცია, საიტი. რომელიც გვეხმარება ჩვენ ტრანსპორტირებაში. 15 წლის ასაკში. საკუთარი ბიზნესი და ასე შემდეგ. აი მოდი ამ ვიდეოს არაზე. ესეთი დახვეწილი ვერდი თავისი ტრანსპორტით და ასე შემდეგ. აი სანდოობა შეგიძლიათ შეამოწმოთ. ძალიან მაგარია გიოზმაო მართლა. ვაკ. აი, მოდი გავაგზავნოთ ახლა ჩვენი თემა, ისევ ისტრაფებაზე. ახლა ესეც კითხვით გადმოვალ თქვენთან მაყურებელთანაც და აკუსთანაც, ვინც ფიქრობს, რომ 15 წლის ასაკში შეუძლებელია რამეს მიაღწიო. რატომ ფიქრობს ამას? კიო, აი უყურე, ერთ რაღაცას ვიტყვი და დავამთავრე, აი ამაზე პასუხი არ გექნება დგას. ვინც ეგრე ფიქრობს, აი მიუყვანს ბაო, კიოს ფოტოს დავსწრინავ Facebook-ზე, განმოწერ და ვანახებ და всё მორჩა. ეგა პასუხი მაგია, всё მორჩა. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ვიდეოს მხარდამჭერი არის საჩის აკადემია და გო აკადემია, რის გარეშედაც მართლაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადად თუნდაც ვიდეოების გადაღება, მოამონტაჟებს ხშირ შემთხვევაში და ასევე ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არა ვართ, ჩვენ ვართ ერთმანეთის პარტნიორები, მე და გოა. ასე რომ გოაში ვისაც სწავლა გინდათ, ადგილები შეზღუდულია, შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ზე, რომელიც YouTube-ზე მაგდალინკული ან Instagram-ზე და მიიღებთ ამომწურავ პასუხს და ამავე დროულად პოდკასტზე ვისაც გინდათ ჩაწერა, შეგიძლიათ მათაც მომწეროთ. აი. ეხლა ჩვენ ვახსენეთ წეღან თუ გორ და გავხციოთ ჩვენ მიზანს. ეხლა ბევრი იძახის, რომ დასაწყისი ყოველთვის რთულია, მაგრამ კენწეროში გატკბილდება. არა, ასევე ბევრი ბოხმიანი გამოხდება და იძახის, დასაწყისი ყოველთვის რთულია, მაგრამ კენწეროში გამშავდება. რას ფიქრობ შენ ამასთან დაკავშირებით? გატკბილდა შენი მიზანი, შენი დასაწყისი
საჩის აკადემიის თუნდაც ერთი დასწრებით. კი, გაგვიყვეთ, პირდაპირ, ანუ დასაწყისი, ანუ კი, კაი, ანუ როგორ გითხრა, დასაწყისი შეიძლება მართლა ცუდი იყოს, მაგრამ აი დასაწყისი ცუდი რო არის, მაგიტო ნებდება 80% და შენ მოიყვანე ეგ ადამიანი, ჩვენც ვიცნობთ და დანებდაო. ის ვთქვათ ის მოიყვანოთ ეს ადამიანი ისევ. ვიცით ორივე ვინცაა ეგ ადამიანი. დასაწყისი ვისაც ადვილი გონია და მერე რო არ არის ადვილი და ნებდება, აი ეგეთი ადამიანები ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ზადამილოცია იმ ადამიანს. რა? ზადამილოცია იმ ადამიანისთვის, ვინც მაგას ეწევს. დავადეს აგე გვერდით ჩამდი არის ახლა. ასევე მაგ ადამიანს სპეციალურად არ ვამხელ, ვიცი მისამართი, სახლი. თქვენ წარმოიდგინეთ და სართული, ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ აი, არაფერს არ ვიცახ. არხები თუნდაც. კიდე და არხები. კაი მაგალითი იყო, გენაცვალე. არხები. საწყალი 800-იანი არხი. ჩაბარდა პატრონს. გაღმამარილიზე. ხოდა. თქვენ არიცით გიო რა არის, თქვენ არიცით. ვაი, იმას ვინც მე არ მიცნობს და ვინც მე ცუდი გამიკეთა. ეგ თემა იცით ეგ ადამიანი რას მაბოლებდა გიოზე? გიოს რა რას მაბოლებდა პროსტა. აი არ გვინდა ეგ თემა. დავხვია ჩვენ ძალიან. არა უშავს. პოდკასტი იმისთვის არის რომ ყველაფერი უნდა ამოიოხრო, რასაც ქვია. ასე რომ მაგ ადამიანს გზადამილოცია მაგ ადამიანისთვის, მაგრამ რას მეუბნებოდა ის ადამიანი? კი ბატონო. ხო. სიცილია გიტყდება და არ შეჭirdე. აბა ნახოთ ერთი. პოდკასტის მერე ან პოდკასტში. პოდკასტში. რავი, როგორც გინდა. აი, ვიტყვი, მაშინ თუ ნებას დამთავ. მოკლედ შინაარს გეტყვით, აი გიორგი მახსენა 800-იანი არხი. გიორგი და ერთი ადამიანი იყვნენ ძალიან ახლოს რა მეგობრებო, მაგრამ ძალიან ახლოს იყო გიორგი მაგასთან, იმიტომ რომ თურმე ეგ ადამიანი რეალურად გიორგისთან ახლოს არ ყოფილა. ესა იყო ეს რეალურად. და აი ამ ადამიანმა გიორგი შენ ცოტა ისეთი გამოდიხარ ძმათაღლითი. რა იყო ძმა გიო? არა უშავს, მოყევი და მე სიმართლეს ავხადოთ ფარდამაში. 800-იანი, ანუ 800 გამომწერიანი, რაღაც შორტები მომატებული გამომწერებიანი არხი, 5 კოპირაიტი რო აიდო არხს ესეთი მისცა გიოს. გიო, ანუ აჩუქა რა და მე ერთი თვით, ორი თვის მერე ეთქება ეს ადამიანი და ანუ გიო არ მომსა, აი მე როგორც მომიყვა იმას ვთქვი ჯერ. გიო. კი ბატონო. სამდვილაში აჩუქა გიოს არხი, მაგრამ ვათხოვეო რა და ანუ ერთი თვის მერე ეთქება ეს ადამიანი და არხი დამიბრუნდება გიოს. გიოს პასუხიც ანუ ადეკვატურია და ეუბნება რომ არა, შეგო მაჩუქა ეს არხი, არა. ესე მეუბნება ეს ადამიანი. ფერე მანიაკი ყოფილა ეს ადამიანი. კაი, უყურე ნამდვილში. იმედია თავს ამოიცნობს და ეგ დანა სადაც ნახავ ორკელში თუ არ გაგა. კაი, ეს არ გინდა. ახ, გიო ჩვენ მინახავ არ გიყურებს ეს. არა. ხო და აი ასე მაბოლებს და სინამდვილეში იყო სულ ისტორია რაღაც კანიბალი არის ეს ადამიანი. გიჟი, კაი, არ გინდა. კი ბატონო. ამას მაინც არ ამოვჭერი. ფარდა ახადე. აი ასე მომიყვანე. კი ბატონო. ესე იგი. მოდი სულ თავიდან დავიწყოთ. 2020 წელია, წარმოიდგინეთ, ან 2019. გავიცანი ლუკა უგულავამ გამაცნო ეს ადამიანი და ორივე ისევე ნდობოდით მაგ ადამიანს, რომ აი ისე რომ აი გამონათქვამი ყველას გეცოდინებათ, არ იცი ვიღაცა როდის ჩაქცემს ზურგში დანას. მართლა მაგრე მოხდა. ადამიანი რომელსაც ჩვენ ნდობოდით. ეგეთი აფერისტია ეგ ადამიანი, რომ აი ვინც გაიწობს პირველ ჯერზე ყველას რაღაც იგონება ძალიან მაგარი ადამიანი. არა? მოდი ჩემთან და გაიგეთ სიმართლე. მართალია. მოგწერეთ აგეთ ჩვენ ორს ლუკასი, ჩვენ ზვას და კი ბატონო. მე აღარ მოგინდება წამში დაფროგავთ სამიჯერეთ. წარე სიმართლე. ხო და ესე იგი წარმოიდგინეთ 2023 წლის ბოლო რიცხვი იყო გონი 25-26 ჩემი გოას პირველი შეხვედრიდან ვიდიოდი ლუკა უგულავას და მაგ ადამიანის შესახვედრად ის პოინტში და წარმოიდგინეთ 5 წლის მეგობრობის თავი აღნიშნეთ უბრალოდ შეხვედრით და ანუ უბრალოდ წარმოიდგინეთ 5 წელია მეგობრები ვიღაცას და ენდოვი ხოლო გიკურია იმიტომ რომ არაფერი საეჭვო არ ხდება მაგრამ გადის რამოდენიმე თვე
გეუბნება გენდობაო, გაძლევს 800-იან გამომწერიან YouTube არხს, გეუბნება ეგ ადამიანი შენი იყოს, აღარ მინდა მე სხვა აკაუნტზე გადავალ თუნდაც და აი რადგან გენდობი მინდა რომ შენ აქ კონდეს, შენ აქ აჩე, მე ვეუბნები რომ არამცალია მაგ არხისთვის, მაგრამ მადლობა რომ აქ და არა შენ აქ კონდეს, არ მინდა რომ სხვას მივსებ, მარტო შენ გენდობი. პირდაპირ აი ესეთი მნიშვნელობით და მეთქი ანუ ვიდეოებს ვერ ავდებ რა ლოგიკურია, იმიტომ რომ გადაწყვეტილი გრაფიკი აქვს და არსაიდან აი ესე თითის დატკაცუნებაში გადავწყვიტეთ რომ შევხედროდით კიდე პირადად ერთმანეთს. ჯერ მე წავედი მასთან, შემდეგ ის მოვიდა ჩემთან კახეთში. კაი, გავატაროთ ეგ თემა. მერე ჰოპ, არსაიდან კიდე ერთი თითის დატკაცუნებით გაიჩიტა სამი კაცი. სამივე სახელს არ დავასახელებ, მაგრამ პოდკასტის მერე შემიძლია აკოს მივწერო. ესენი არიან ის და ეს. სიტყვაზე. და თურმე ის ტიპები მეუბნებიან რომ თურმე ამ ადამიანმა მაგრად, ანუ თურმე მე მაგრად გავჭორე ეგ ადამიანი. ეგ ორი ადამიანი. ის მესამე ვინც არხი მომცა მაგაზე არ მაქვს საუბარი. და ვარკვევი რომ მეთქი რა შუაშია ეგ რა, მაგაცთან აღარა მომწმა კაცო რაღაცა და მეთქი ახლა რაზე გიყვება, ხო ლოგიკურია. ხო და არა ზმაო რაღაცა, როცა ეგ თემა უკვე ჩაკვდა, რამოდენიმე თვის მერე მოვიდა რა ეგ თემა ისევ დააბრუნა. და მეთქი არა მეთქი რაღაცა რა და მაგ ადამიანს უცხარი რომ ნოენდობი მაგ ადამიანს ერთხელაც კლდეში გადაგშეხავს მეთქი. ასე რომ ეგ ადამიანებიც აღარ ენდობიან, მადლობა ღმერთს და ეხლა რაც შეეხება მაგ არხს. წარმოიდგინეთ, ადამიანი გენდობა გეუბნება რომ გაძლევ შენი იყოს, აღარ მინდა რაღაცა და მოულოდნელად ჰოპ ოისაოცრება, თითის გადაცუნება დალოცული იყოს. გაიჩიტა საათ არის ჩემი 800 გამომწერიანი არხი. მე მაქვს ვეუბნები. ანუ ემაილს თუ არ წაშლი ისე ხო არ აქვს და გავიხედე რამდენი ვიდეოს სიტყვაზე ვდებდი ან რაღაცა თვეში ერთხელ ან შეიძლება 3 თვე გასულიყო და მარტო ერთი ვიდეო დამედო მაგარხზე და გავიხედე ეგ ვიდეოები წავიშლი ყველა ჩემი. რაზეც გამიკვირდა ეხლა მეთქი რაზე აკეთებ ამ ყველაფერს რაღაცა რა და ის ადამიანი ამბობს რომ ჩემი არხია და მე ვწყვეტ აქ ყველაფერს. ხო. გამიკვირდა მეც კიდე როდიდან არის ეს არხი მისი. ხო და ეხლა ვფიქრობ რომ რა გავაკეთო. და ჩემმა უახლოესაც მაგაცმა ლუკა გულავამ გადაწყვიტა ესეთი იდეა. რომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ რადგან ეგ ესე შლიდა ჩვენს ვიდეოებს და ყველაფერს, გადავწყვიტეთ რომ მთლიანი ვიდეოები წაგვეშალა. რადგან თავის დროზე გითხრა რომ დააპრივატეთო, მაგრამ ჩვენ ეგრე არ გადავწყვიტეთ, წავშალეთ ყველა ვიდეო. რადგან ეგ ადამიანი მასე იმსახურება. შემდეგ გადის რაღაცა დრო, რაზე წამიშალე ჩემი YouTube არხი. მეთქი მე არ წამიშლი რაღაც, ანუ წარმოიდგინეთ, email-ს და პაროლს არ ვცვლიდით. მარტო სახელს ავცვლიდით და ვიდეოებს უშლიდით. და ხო ისაოცრება, პაროლი წამიშალეს. უბრალოდ წარმოიდგინეთ. ხო და მერე გამოისანით რა მოხდა. მაგ ადამიანმა კიდე გადაწყვიტა რომ ჩვენთვის როგორმე ძმაკაცურად მოსულიყო, მაგრამ როგორ? მე ხო აღარ ვინდობ იმას, არამედ გამოიყენა ჩვენი ძველი ნაცნობი, ლუკა გულავა. მიწერა დაიმატა მეგობრებში, ანუ ვითომ გაუგზავნა მეგობრობა, ლუკა არ დაეთანხმა რა თქმა უნდა და რაღაცა, ეგ ძელი თემაა და ხო ისაოცრება. გადაწყვიტა რომ მე ხო YouTube Messenger-ზე და Facebook-ზე ზოგადად ვინც არის ის, ხო? არის ესეთი ორი გასააქტიურებელი ფუნქცია, პირველი ვინც არ დაგამატებს ისე ვერ მოგწერს და მეორე კიდე გამომწერებზე გადართული რომ გამომწერებ ან დაგაფოლოოს და მე რომ მოგწეროს, მე მაგ გამომწერებზე, ხოლო მაგ ადამიანს უკვე აქვს მეგობრობის დამატებაზე. გუში ჩავმოწმე ვინც არის ის. ასე რომ ანუ გამომიწერა რა და ველოდები ახლა მომწერს თუ არა. ლუკას წერს რაღაცა და მე და ლუკა ვეკაიფებით რა, ანუ რაღაცა და ხო ისაოცრება, არ საიდან 800 გამომწერიანი არხი გაიხსენა. ხო და მეთქი პაკა. ხო და მეთქი ახლა მეც მივწერთ ხო რა ვიფიქრე და გავიხედე, ანუ სალამი ღვთისა და გამარჯობა მეთქი რაღაცა რა, ანუ იმიტომ რომ ჩვენთან აი ეს დაროვა და რაღაცა უკვე кайხანი აღშლილი გვაქვს რა და გამარჯობა მეთქი და ბლოკი სტუდიაში და იმ დღის მერე რამოდენიმე თვის მერე მწერს ერთი იუთუბერი, მაგისი ერთ-ერთი ნაცნობი და ამბობს რომ შენ ჩემზე რეები ლაპარაკებ. როცა ეგ ამბავი უკვე დიდი ხნის შემკვდარია და შე ბოდიშიც მაქვს მაგ ადამიანისთვის მოხდილი და კიდევ ერთხელ მოვიხდი ბოდიშს, იმიტომ რომ არ არის ავარცხე ბოდიში რომ ანუ ტიპს
ტიპთან მქონდა სხვა წარმოდგენა ვაფშე და ეხლა უკვე ვიცი რომ ბევრად უკეთესი ადამიანია ვიდრე YouTube-ზე, ასე რომ აქაც გეუბნები თუ უყურებ ამ პოდკასტს რო ბოდიში და ესე რომ ვთქვა, მე შევახსენე ეგ მომენტი, რომ ბოდიშიც მოხდილი მაქვს უფრო სწორედ. არაფერი არ მაქვს საბოდიშო კიდევ ერთი, მაგრამ მაინც ბოდიშს გიხდი, რომ მაგ ადამიანმა ჩემზე ცუდი წარმოდგენა დაგიტოვა. და არა უკიდა თუ არაო, თან შევეკითხე როდის გითხრა მეთქი. იმიტომ რომ ეგ თემა უკვე 3 თვის ჩამკვდარი იყო მინიმუმ. ხო და 1-2 დღის წინ. ანუ წარმოიდგინეთ, ყველა ჩემი კარგი ადამიანისთვის ვცდილობს, რომ ყველაზე ცუდი შაბეჭდილება დატოვოს. ასე რომ მე როცა სიმართლე ავხადე ფარდა, თუ რეებს აკეთებ და ეგ ადამიანი როდესაც მასთან ვიყავი, უბრალოდ ეს ეხლა რომ მოყვე, ჩათვალეთ რომ გაიქცევით პოდკასტიდან. ხო და ესე რომ ვთქვა, თან პატარები უყურებთ უმეტესად როგორც ანალიტიკა მეუბნებ, ასე რომ ამას აქ არ მოყვები. ასე რომ ესეთი თემაა და უთხარი რომ ვენდობი მაგ ადამიანს მეთქი, იმიტომ რომ მეც ვენდობი მეთქი, ვენდობოდი ერთ პერიოდი მეთქი, მაგრამ ეხლა აღარ ვენდობი მეთქი, ასე რომ მაგ ადამიანმა დამიჯერა და გადაწყვიტა რომ აღარ წავიდა. სულ ეგ არის. აი ამით დავასრულოთ ახლა ვიდეო რაღაც ჩალია და დავახით რომ გამოიწერეთ ჩემი რა მე არ ვარ YouTube-ზე. იასა. მაშინ მადლობა აქ მოსვლისთვის, მადლობა რომ ცოტა დრო დამითმე და მადლობა და ნახვამდის.